ახლა კი გავიგოთ, როგორია საზოგადოების განწყობა ბათუმში, იციან თუ არა მოსალოდნელი მეორე ტურის შესახებ და იცნობენ თუ არა არჩევნებში ხელახლა ასარჩევ კანდიდატებს. ქუჩის გამოკითხვა ახალ ამბებში. არჩევნების მეორე ტური რო იყო ჩანიშნული, ვიცოდით? კი. ვიცოდით. აპირებთ წასვლას? ვიცი ნახოთ. ზავართ ალბათ. ჩემი აზრით რას ნიშნავს მეორე ტური ეს არ ჩადარეულა ნორმალურად, ხო? ესე მას ნიშნავს. წესერად ალბათ ნორმალურად და საჯაროა დამატებითი არ ვიცი, სხვა თუ ზავა მესავა. იტყვა თუ სხვა იზავა. მეცევიჩებს. ავიცი ალბათ ახლა პოლიტიკაში საერთოდ არ ვეხები და არა მაინც ჩემი საქმე. თუ იქნება მივად საჭირო. კი, ვიცოდი რომ ჩანიშნული იყო და აუცილებლად ვაპირებ წასვლაზე ჩემი არჩევანის გაკეთებას. პენსიონერი კაცები არ ვიცი არაფერი. არ იცოდი თუ მეორე ტური იყო ჩანიშნული? არა, მე ვიცოდი პირველი გადიოდა. ვიცოდი და რა თქმა უნდა ვაპირებ წასვლას. ხანიაც რატო გახდა საჭირო მეორე ტურის ჩავა? როგორც ვიცი, ბარიერი იყო აწეული 50% პლუს რაღაც და ეს ვერ დააკმაყოფილა და ამიტომ გახდა საჭირო. საჭირო გახდა იმიტომ რომ ვერ გადალახა ბარიერი. ვერ გავიდა 50%-დან უნდა ჩატარდეს მეორე არჩევნები, როგორც წესი და რიგი. არჩევნებში ვიყავი, ახლა პირველი ყოველ წელში დავდივარ. მე იმფერ ადამიანს მიეცი ხმა, რომ ყველაფერი იყოს კარგად. შვიდობა იყოს საქართველოში და მეტი არაფერი არ მინდა. მე მგონი ხალხში გაჩნდა ესეთი გზნობა, რომ იტყვილებიან 1935 წელს ერთმა ჩეხმამწერალმა დაწერა სიუჟეტი, რომელიც ზუსტად ესადაგება ახლანდელ არჩევნებს. იქ ასე ამბობს, შეროდესაც მოხვდები პარლამენტში, იქ დიდი თანხატრიალობს. ამიტომ, რასაც გეტყვით, ის გააკეთეთ. მე მგონი ასეა დღესაც.